როცა ეს ომი იწყება, ხო ცალსახაა, რომ თუ ოდნავ აზზე ხარ, უკრაინის მხარეს უნდა იყო, იმიტომ რომ უბრალოდ უკრაინას რო წაეგო, იმ 5 დღეში კიევი აიღოთ, ჩვენც უკვე რაღაც რუსეთის გუბერნიარი იქნებოდით, ისე რომ არც გავახსენდებოდით ვინმე საერთოდ ამ სამყაროში. შიში ლეგიტიმური იყო იმ მომენტში, რაც ვის არ ეშინოდა კაცო, მესმე ეშინოდა და ნუ გეშინიამ გაგები და რუსებმა შეიძლება დაგიბრონ. ამის იქეთ, მე მგონი უბრალოდ სრულად არადეკვატური იყო თუ რუსების მხარეს იქნებოდი. ანუ ხო გასაგებია რომ მე მარტო ეს იდეა მაქვს, რომ არ მინდა რომ ჩემო მტერმა მოიგოს. იმიტომ რომ არ მაწყობს რა რუსებმა რომ მოიგოს, არანაირ სცენარში არ მაწყობს. არ არსებობს სცენარი, რომ რუსებმა მოიგეს და მე რაღაც სიკეთე ამისგან მივიღე. უბრალოდ მე მართლა არ მესვის ქართველების ვინც რაღაც ფორმით უკრაინის მარს უხარია, იმიტომ რომ კაცო უკრაინა შეიძლება 10 ჯერ დეგენერატები იყვნენ კაცო, მაგრამ შენი მტერი იგებს თუ უკრაინა აგებენ, აი პირდაპირ გაგებთ, აი არანაირი სხვა ალტერნატივა როგორ ეს ტიპები იგებენ, რომ შენ მტერია რა, შენ დაგიპროს, მოკლავს რაღაც აგერ უკრაინის ტერიტორიაზე, ისე მობილიზაცია გამოაცხადეს დაპყრობილ ტერიტორიაზე და უკრაინელები ვიყავთ ჯარში, რომ უკრაინელებს ებრძოლონ. აფხაზები ხო წაიყვანეს, რუსები ხო წაიყვანეს. ანუ ჩათვალე რომ ჩვენ რო აღმოჩნდეთ რუსების ხარეს, ჩვენ ბიჭებსაც აიყვანენ ვიღაც რუს რაღაც მომრიგი ბელადის ომისში დასახოცად. როგორც ეს ამის რამენერად მოგწონდეს. თან გეგონება არ ყოფილა წარსულში რომ ჩვენი ხალხი იხოცებოდა სხვის ომში. მართლა არ მესვის ხალხი ვისაც უკრაინის მარცხი შეიძლება გიხაროდეთ ან ეს პოსტივიზე რო ხარდები. ეგ არის ალბათ ერთადერთი იცი როგორი კატეგორია რომ აი ხომ გეუბნებოდით და აი მათ ჯინაზე ვინც თქვათ მართლა არასწორად ამყარებდა ზედმეტად პოზიტიურ მოლოდინებს. თვით განაჩენს აი ოღონდ ჩემი სიმართლე, ჩემი ნათქვამი გამართლდეს და ქვაქვაზე ნუ დარჩენა. ეს დამოკიდებულება ძალიან ბევრს აქვს. უკრაინელები კი არის ანგელოზი, უბრალოდ უკრაინაში ხო არ გერჩის. შენ ტერიტორიას არ იპყროს, შენ ხალხს არ ხოცავს. ვაფშე არ გერჩის. აჰა, მიშა შემოაპარა კონტეინერში. ეს იგი მაქსიმუმს გაიგეთ. ჩვენ ბიჭებთან ერთად აფხაზეთში იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ. ეს იცი. აი, შორს ვარ წახვიდე, კიდე რამდენი ასეთი რაღაც არის, რაც უკრაინას ჩვენ სასწაულად გავუკეთებიათ. შენ იცი რომ ამ ხალხთან ნორმალური ურთიერთობა გაქვს. შენთან ტრული არაფერი არ გავუკეთებია და ზოგადად დაგეხმარებოდნენ კიდეს და ეს არის უბრალოდ ღია მტერი. აი, უბრალოდ აი ტრის პირდაპირი განმარტება ესა და როგორ შეიძლება ტრის ხარეს იყოს, თუნდაც 1000 ჯერ მიშა გეზიზღებოდეს. აი, თუნდაც ყველა მიშისნი იყოს უკრაინაში. შენ რატომ უნდა იყო ტრის ხარეს ამის გამო?